სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესო არის და ატარებს გარკვეულ როგორც პრაქტიკულს, ასე ტექნიკურ ხასიათს და თვით ბატონ ჯონსაც გაუჭირდა ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ პიროვნება, რომელიც სვავს, მისი სიტუაცია უფრო არ ეხება იმას, საიდანაც ბიბლიური მაგალითი მოყავს მას. და ეს ძალიან აქტუალური საკითხია და არის მართლაც საკითხები ცხოვრებაში, რომელიც ჩვენ გვხდება, რომელიც კონკრეტულად არ არის მოცემული ბიბლიაში. ამასენებზე ჩვენ გქონდა საუბარი ამაზე და აი აქ ზუსტად გვჭირდება იმ ადამიანების გამოცდილება, რომლებიც უფრო ახლოს და მეტ დროს ყოფენ სულიწმინდის მეშვეობით წმინდა წერილთან და მათ უფრო უყალიბდებათ სოფლხედველობა. და ეს სოფლხედველობა შენ უკვე გამოქმედებს ამა თუ იმ სიტუაციაში. იმიტომ რომ ბიბლიაში პირდაპირ გაგებით მართლაც არ არის კონკრეტულად მოცემული ის პრობლემა, რომელსაც თქვენ ხვდებით. იმიტომ რომ ჩვენ თანამედროვე ცხოვრებაში ცხოვრობთ, თანამედროვე კიდევ რაღაც სპეციფიური გამოწვევები გვაქვს და შეხება გვაქვს, რომელზეც ნახსენები პირდაპირ ბიბლიაში არ არის. ამიტომ გმართებს ჩვენ უკვე ინდივიდუალურადაც მეტი დროის დაყოფა, იმიტომ რომ ერთია რომ შენ აღმოჩნდები და არ აყავს ვინმე მრჩეველი იმ სიტუაციაში და გადაწყვეტილება იმ დროს არის მისაღები და როგორ იმოქმედებ, ხო? ამიტომ ყოველთვის ყველაზე მთავარი მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის შენი გული გაწმენდილი, რომელიც ღმერთის სიყვარულით მოძრაობს და მოქმედებს და თუ შეცდომას დაუშვებ, ღმერთი შენ გაპატიებს ამას. და ლაპარაკია ისეთ შეცდომებზე, რომელიც მართლა ბუნდოვანია და არ იცის სწორად რა გააკეთო და დროც შეკუმშულია იმისი, რომ იმოქმედო, ხო? მოდით მოусვინოთ ამას. მაიკლ უაითი ამბობს ესეთ კითხვას. დღესაც ძალაშია ძველი აღთქმის კანონი განქორწინებულზე უკან აღარ დაქორწინება. ეს მე მოკლედ დავასათაურე, იმიტომ რომ YouTube-ის თავფურცელზე რომ დაეტიოს ხოლმე. და გაფართოებულად აი რას სვავს კითხვას და მე ბიბლიის იმ მაგალითსაც მოვიყვან. გამარჯობათ, ჯონ, მე მქვია მაიკლ უაითი, ჩემი შეკითხვა ეხება მეორე რჯულის 24 თავის პირველ და მეოთხე მუხლებს, სადაც საუბარია განქორწინებაზე. მე წავიკითხავ მათ. პერეფრაზირებას აკეთებს მაიკლი, მაგრამ მე ვამჯობინე, რომ პირდაპირ გადმომეტანა ის, რასაც ბიბლია ამბობს. როცა ცოლს შეირთავს კაცი, მაგრამ მადლს ვერ პოვებს ქალი მის თვალში, რადგან რაღაც სამარცხვინო დაინახა მასში. დაუწეროს განქორწინების წერილი, მისცეს და გაუშვას თავის სახლიდან. დატოვებს ქალი მის სახლს, წავა და გახდება სხვა კაცის ცოლი. თუ მეორე ქმარსაც მოიძულა, თუ მეორე ქმარმაც მოიძულა იგი, დაუწერა განქორწინების წერილი, მისცა და გაუშვა თავის სახლიდან, ან მოუკვდა ეს მეორე ქმარი, რომელმაც ცოლად შეერთო ქალი. პირველ ქმარს, რომელსაც გაშვებული ყავდა, აღარ შეუძლია მისი ხელახლა ცოლად შერთვა, მას შემდეგ რაც წაიბილწა იგი, რადგან სისაძაგლია ეს უფლის წინაშე. ნუ ჩააგდებთ ცოდვაში ქვეყანას, რომელსაც გაძლევთ დასამკვიდრებლად უფალი თქვენი ღმერთი. ნახეთ რა დეტალებზე ამახვილებს ღმერთი ყურადღებას, როცა ითვალისწინებს ამერის ჩასვლას ქანაანის ტერიტორიაზე, რომ მათ ძალიან ბევრი ნიუანსები ღმერთს გათვალისწინებდა და პირდაპირ კარნახით აძლევს ამას მოსეს, ხომ? და მეორე რჯულეს იცით არა 40 წლის შემდეგ, 38 წლის შემდეგ ასვლის შემდეგ ის უმეორებს ბევრ კანონებს და კიდევ ამატებს კიდევაც სანამდე უკვე ძალიან ახლოს არიან ქანაანში შესასვლელად, ხომ? სანამ მოსეს გაიყვანს და ნებოს მთაზე გარდაიცვლება, უბარებს ამ მეორე რჯულის კანონს და იმიტომაც ქვია მეორე რჯული, ხო? ლევიტელების შემდეგ ეს არის მეორე რჯული. ნუ გამოსვლაშიც და რიცხვთა წიგნშიც არის რაღაცა მითითება, მაგრამ ძირითადად იყო ლევიტელთა ეს მითითება, სადაც კანონები იყო. და ბატონი მაიკლ უაითი ამბობს, ეს კანონი დღესაც მოქმედებს და ჯონი პასუხობს, მე მჯერა რომ ეს ასეა და მე მჯერა ეს ამ მიზეზის გამო. ეხლა თქვენ სვალთ ისეთ კითხვას, რომელიც უნდა ჩვენ ძველი აღთქმის ინტერპრეტაცია უნდა მოვახდინოთ პრინციპებთან დაკავშირებით. და როგორ გავიგოთ, რა არის დღეს ძველი აღთქმიდან მოქმედებაში და რა არა. მაგალითად, ორი თვით ადრე, ესე იგი, წინ თუ გადავალ ჩვენ 22 თავში, არის იქ კანონი, რომლებიც გრძალავს მაგალითად ფრინველის კვერცხების, როცა თქვენ იმას იზავთ, წააწყდებით კვერცხების ბუდიდან ამოღებას.
მე კი პირიქით მახსოვს ახლა ბატონმა ჯონმა კი ესე თქვა, მაგრამ მე მგონი იქ არის მითითება რომ მე ვეღარ ჩავიხედე რომ კიდე მენახა ეს რომ შეგიძლია კვერცხები ამოიღო, ოღონდ ფრინველი არ მოკლა. მე ესე მახსოვს. კვერცხების ამოღება შეიძლება. კიდე არა ვარ დარწმუნებული, მაგრამ რაღაც ესე მახსოვდა მე. და ეხლა ჯონი აგრძელებს. ეხლაც გვიგრძალავენ ამის გაკეთებას? როგორ გავიგოთ ეს კანონი არის დატოვებული თუ გაუქმებული? და პასუხი ყველაზე საუკეთესო რისი გაკეთებაც შეგვიძლია ეს არის. უპირველეს ყოვლისა, თუ ძველი აღთქმის პრინციპი მეორდება ახალ აღთქმაში, ჩვენ ვიცით რომ ეს აშკარა დღესაც არის მოქმედებაში. ხო მართალია? მეორე, თუ ის ასახავს მორალურ საკითხს, ღმერთის მორალი ვიცით რომ არასოდეს იცვლება. არსებობს გარკვეული ცერემონიები და გარკვეული რიტუალები და გარკვეული წესჩვეულებები, ტრადიციები, რომელიც ღმერთმა კონკრეტულად ისრაელს მისცა. რათა გამოიყო ის ცალსახად ქანაანის დანარჩენი ერებისაგან. რაც აშკარად უკვე აღარ გვხდება ახალ აღთქმაში. ესეთია მაგალითად დიეტური კანონები და ასე შემდეგ. მოციქულთა საქმეებში 10-ში ეს მითითებული გახსოვთ, კოლოსელების მეორე თავში და ასე შემდეგ. ესე იგი ვიმეორებ, თუ უპირველეს ყოვლისა საქმე გაქვთ ახალ აღთქმაში გამეორებულ კანონთან და ასევე რაიმე მორალურ საკითხთან. მესამე, მე მჯერა რომ ერთ-ერთი გზარით ჩვენ გვჭირდება ძველ აღთქმასთან გამკლავება არის ის, რომ თუ საქმე გვაქვს უფრო დიდ საკაცობრიო საკითხთან, ვიდრე ეს მხოლოდ ისრაელის ერს ეხება და უფრო დიდი პერიოდის თემაა, კაცობრიობის ისტორიული თემა, ამ შემთხვევაში გონია რომ ჩვენ გვაქვს საქმე ასეთ პრობლემასთან, რადგან საქმე გვაქვს განქორწინებასთან. განქორწინება. ეს არის სუპრაისრაელური. ის ისრაელს ცდება. ასე რომ თქვენ საქმე გაქვთ ისეთ თემასთან, რომელიც გადაჭიმულია ადამიანის შექმნიდან ახალი ცისა და ახალი დედამიწის დასაწყისამდე, სადაც იესო გვეუბნება რომ აღარავინ აღარ დაქორწინდება, მაგრამ მანამდე ამ შუა პერიოდში 1000 წლეულის ჩათვლითაც ქორწინება ჩვენ გვხდება. და ქორწინება გადის კაცობრიობის მთელ ისტორიას. და როდესაც ღმერთი აკეთებს კომენტარს ქორწინებაზე, გაქორწინებაზე, ფიქრობ რომ ეს სავალდებულო ხდება, რადგან ქორწინებით დაფარულია კაცობრიობის ისტორიის მთელი ტერიტორია. ეს ძალიან დიდი თემაა. ასე რომ მე მჯერა რომ აქ, როდესაც ადამიანი უმიზეზოდ ბიბლიური საფუძვლების გარეშე გაშორდება ცოლს, ის შემდეგ აქცევს მას მრუშად, რომელიც მასზე დაქორწინდება. და ისიც მერე მრუშდება. მრუში კი უკვე შებილწულია და უკან ვეღარ დაიბრუნებს მას. რადგან არ შეუძლია ცოლად შეერთოს შებილწული ადამიანი. გასაგებია და აუდიტორიდან აგრძელებს მაიკლ უაითი. რა მოხდებოდა თუ არსებობდა განქორწინების საფუძველი? და ჯონი პასუხობს: მე ვფიქრობ, რომ ეს იგივეა. თქვენ უნდა დადგეთ ერთსა და იმავე ადგილზე, რათა შეაფასოთ ეს სიტუაცია. ეხლა ეს უნდა ვაღიარ, რომ ძალიან რთული კითხვაა. იმიტომ რომ ეს კონკრეტულად არ ეხება ამას. მაგრამ გონია რომ თუ მაგალითად მე შემხვდება ეს ჩემს საკონსულტაციო სიტუაციაში, როდესაც ვინმე მოდის და ამის კონსულტაციას თხოვს, ხომ? განქორწინების საფუძველი მქონდა, ამბობს პიროვნება, ცოლს დავშორდი, ის წავიდა, სხვაზე დაქორწინდა, გაშორდა იმ ადამიანს და დაბრუნდა ჩემთან. თუმცა ვერ ვიყენებ ამ დროს წმინდა წერილს. იმიტომ რომ ეს ძალიან ბუნდოვანია, ხო? იმიტომ რომ აქ მრუშობასთან საკითხი არ არის. თუ განქორწინების ლიარული საფუძველი არსებობდა, ბიბლია ასეთ სიტუაციაზე კომენტარს არ აკეთებს. ასე რომ თქვენ არ გაქვთ ბიბლიური კომენტარი. მაგრამ ვიმეორებ კიდევ, ჩემი საკუთარი აზროვნება და მე ვაპირებ ამას შემოგთავაზოთ მხოლოდ ბიბლიური აზროვნების შედეგად. ეს არის ჩემი აზროვნების შედეგად, რაც მე ვისწავლე და გავიგე წმინდა წერილის მეშვეობით. თუ არსებობდა ასეთი კანონი, რომ შეგეძლო ცოლის გაყრა საფუძველით, ან შენი ქმარი წავიდა და ისევ დაქორწინდი, შექრისგან წახვედი ისევ დაქორწინდი, შემდეგ ისინი დაბრუნდებიან შეთან. ეს ამუშავებს და შექმნის ბევრ პრობლემას, ვიდრე გადაჭრის ადამიანებს იმითი რომ თქვენ არჩევას მიცემთ მას. როცა ღმერთს თუ უკვე შენ სხვა ურთიერთობა შედიხარ, უმჯობესი იქნება დარჩე და მაქსიმალურად გამოიყენო ის ურთიერთობა. მაშინაც კი თუ ეს არ იყო პირველი არჩევანი უკეთესი. პირველ არჩევანზე უკეთესი.
და ეს მესამე არჩევანი არანაირად სწორი არ იქნება. გესმით რასაც ვამბობ? დიახ. და ჯონი მაკარტური აგრძელებს. ბიბლია არ საუბრობს ყოველ კონკრეტულ საკითხზე, რადგან ძირითადად ღმერთს ზულს განქორწინება, თქვენ ამას ცდილობთ, რომ თავიდანვე არ გააკეთოთ. და თუ ამას აკეთებთ, მაშინ საქმე გაქვთ გამონაკლისებთან და ყველა მათგანი არ შეიძლება იყოს დაფარული ბიბლიის ფურცლებზე. ახლა, როდესაც არ გაქვთ რაიმე კონკრეტული წერილი, რომ გაუმკლავდეთ ამას ბიბლიიდან, სწორედ აქ ხდება ღვთის სულის მსახურება შენს გულში და თქვენ ეძებთ ბრძნულ რჩევას ლოცვით ესაუბრებით მას და ცდილობთ ასევე გააგებინოთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენთან საკონსულტაციოდ მოდიან და ვინც მოწიფული არიან იესო ქრისტეში, ცდილობთ რომ ელემენტარულად ღვთის სულიწმინდის ნება გაიგოთ თუ რა არის ამ სიტუაციაში. და როდესაც ის გიბიძგებს თქვენ გულში, თქვენ გადადგავთ ამ ნაბიჯს, ამ გამოვლენილი ნების მორჩილებით, ღვთის განგებულობით და თქვენი გულის მითითებით. გასაგებია? გმადლობთ ჯონ, გასაგებია.